ირაკლი ოქროაშვილი თვითმმართველობის არჩევნების წინასწარ შედეგებს არ აღიარებს. მისი განცხადებით გორის მერად კახა ერგემლიძე გავიდა. წინასწარი მონაცემებით, რომელიც ახლა უბნებიდან მოდის, არანაირი მეორე ტური არ იქნება, აშკარად ვლიდებთ ჩვენ. ასე რომ დავილოდოთ ბოლო მონაცემებს, დავუჯერებთ რაღაც ეგზიტ პოლის წინასწარ შედეგებს, დამაჯერებელი გამარჯვება იქნება ჩვენს ხელში. ბატონო ირაკლი, ისინი აცხადებენ, რომ მათ ხელშია. ყველა რაღაცას აცხადებს, მაგრამ დავილოდოთ საბოლოო შედეგებს. წინასწარი მონაცემებით, რომელიც მოდის საუბნო კომისიებიდან და არა ეგზიტ პოლების, დამაჯერებელი გამარჯვება არის ჩვენ მხარეს. ირაკლი ოქროაშვილის ამ განცხადებას კოალიცია ქართული ოცნების გორის მერობის კანდიდატი გამოეხმაურა. ზურაბ ჯირკველიშვილმა ეგზიტ პოლების შედეგები ეჭქვეს დააყენა. გამარჯვებულად კი საკუთარ თავს მიიჩნევს. მე ტელევიზორში მოვუსმინე სულ ცოტა სამ სხვადასხვა ეგზიტ პოლს, რომელიც ისე განსხვავდება ერთმანეთისგან, როგორც სადა დედამიწა. ამიტომ უკვე შემიძლია დავაყენო ეჭქვეშ რომელიღაც მათგანის სისწორე. მე ვეთანხმები გამონათქვამის მეორე ნაწილს. მეორე ტურს ჩვენს არ ველოდებით. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ. წინასწარი შედეგების მიხედვით თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური სხვა ქალაქებთან ერთად გორშიც გაიმართება.